ჩემო ძვირფასო საქართველოს მოქალაქეებო, გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებასა და სიხარულს. განსაკუთრებული სიყვარულით მინდა მივულოცოთ ჩვენს პატარებს. ვისურვებ სწორედ დღევანდელი ახალი წლის ჯადოსნური ღამე ყოფილიყოს მათი ოცნებებისა და სურვილების ასრულების დასაწყისი. სიყვარული, სითბო და სიხარული შემოსულიყოს 2025 წელს თითოეული ჩვენგანის ოჯახში. სწორედ განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით მინდა მივულოცო ახალი წელი ჩვენს აფხაზ და ოს დაძმებს. ახალი წლის სიხარული ყოფილიყოს ჩვენი საერთო ბედნიერი მომავლის საწინდარი. მე მჯერა ეს იქნება კეთილის ბოროტზე გამარჯვების, ჩვენი საზოგადოების გაერთიანებისა და გაძლიერების წელი. საზოგადოების ერთიანობა ჩვენი სამშობლოს გარშემო მაგალითის მიმცემი უნდა იყოს პოლიტიკოსებისათვის, რათა მათაც მოახერხონ საერთო ენის გამონახვა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. სწორედ სიყვარულზე და ურთიერთპატივისცემაზე უნდა დავაფუძნოთ ჩვენი მომავალი ერთობა. ისეთ უანგარო სიყვარულზე, როგორც ქართველ ბებია-ბაბუებს უყვართ საკუთარი შვილიშვილები და პატივისცემაზე, რაც ქართულ ტრადიციულ ოჯახში ბებია-ბაბუების მიმართ დამოკიდებულებაში ვლინდება. დაეყოფილიყოს 2025 წელი ქართველების დიდი სიყვარულის და ერთიანობის წელი. გაიმარჯვოს სიყვარულის ძალამ ყველა იმ სტუნებაზე, რაც შეიძლება ყოფდეს და ვაპირისპირებდეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.